ავიაშოუ საქართველოს ისტორიაში 11 სამხედრო თვითმფრინავი თბილისის თავზე უმაღლესი პილოტირების ელემენტებს ნახევარი საათის განმავლობაში აჩვენებდა სამხედრო ავიაშოუ ამერიკაში მოღვაწე ცნობილი ქართველი ავიაკონსტრუქტორის ალექსანდრე ქართველიშვილის იუბილეს მიეძღვნა დღესვე მისი სახელი ეწოდა სამხედრო სამეცნიერო ცენტრ დელტას. ურთულესი ილეთები საქართველოს ისტორიაში პირველ ავიაშოუზე მაყურებელს მფრინავ ინსტრუქტორმა ზურაბ ბუკიამ აჩვენა. 11 საბრძოლო და სასწავლო თვითმფრინავი მანევრებს ნახევარი საათის განმავლობაში ასრულებდა. დღევანდელმა დღემ ჩემთვის და ყველა სტუმრისთვის დარწმუნებული ვარ ჩაიარა ძალიან ამაღელვებლად, იმიტომ რომ ყველანი ვღელავდით ჩვენი პილოტები როგორ გაივლიდნენ ამ არაჩვეულებრივ ასე ვთქვათ ფანდებს და ილეთებს როგორ განახორციელებდნენ და მე შემიძლია ვთქვა რომ ეს იყო მართლა ჩვენთვის ძალიან საამაყო რომ ესეთი ოსტატობა აჩვენეს ქართველმა პილოტებმა. მაყოფილი ვარ დღევანდელი დღით, საერთოდ ესეთი დასამახსოვრებელი დღეები უნდა იყოს უფრო ხშირი. ეს სჭირდება ქვეყანასაც, ეს სჭირდება შეღებულ ძალებსაც, ეს სჭირდება ახალ თაობასაც. 31 საავიაციო ქარხნის ტერიტორიაზე უმაღლესი პილოტირების ელემენტები ორი სახის თვითმფრინავით შესრულდა. განსაკუთრებული მოწონება თბილისში აწყობილმა სულ 25-მა დაიმსახურეს. არ ველოდი მე სიმართლე გითხრათ, ძალიან შთამბეჭდავი დღე იყო, ძალიან კარგი პილოტები მქონია. მე თავის დროზე ვოცნებობდი თვითონ ფრინავი გამხდარიყავი და მამაჩემი პოლკომუნიკაცია იყო, სამხედრო კაცი და ძალიან ბევრი რამ ვისწავლე და დამერწმუნეთ რომ მაღალი რანგის პილოტები გვყავს. მნიშვნელოვანია რომ ჩვენი ავიატორები არიან მუდმივ მზადყოფნაში და ჩვენ ვიხილე ძალიან საინტერესო წარმოდგენა მათი მონაწილეობით. პირველი სამხედრო ავიაშოუ ამერიკაში მოღვაწე ქართველი კონსტრუქტორის დაბადების დღეს გაიმართა. მას დიპლომატები და ამერიკის თავდაცვის უწყების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ავიაშოუს პარალელურად საქართველოში წარმოებული სხვადასხვა შეერაღების ნიმუშებიც გამოფინეს. 31 ქარხანაში ქალაქის მერიც იმყოფებოდა. წლების განმავლობაში გაკეთებული საქმეები არ უნდა დამუხრუჭდეს და ეს ავიაშოუ სწორედ ამის კარგი ნათელი მაგალითია რომ სააკაშვილის მთავრობის პერიოდში თავდაცვის სფეროში ძალიან ბევრი რამე გაკეთდა. მნიშვნელოვანი არის რომ ეს ავიაშოუ შედგა, ეს მნიშვნელოვანი არის ჩვენი ჯარის შეერაღებული ძალებისთვის, რათა მათ მიეცათ საშუალება დემონსტრირება მოეხდინათ იმ უნარ-ჩვევების, იმ შესაძლებლობების, რაც წლების განმავლობაში გროვდებოდა ჯარში. ავიაკონსტრუქტორ ალექსანდრე ქართველიშვილის სახელი 31 ქარხანას და სამხედრო სამეცნიერო ცენტრ დელტასაც მიენიჭა. მისი სახელობის დარბაზში კი დელტამ შეერაღების ის ნიმუშები წარმოადგინა, რომლებზეც ქართველი კონსტრუქტორები მუშაობენ. ყველა ის მიმართულება, რომელიც საქართველოს ჯარისთვის არის მნიშვნელოვანი, არის უმნიშვნელოვანი ესე ძალიან სერიოზულ კონტროლზე აყვანილი და ყველა მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა. სამხედრო ავიაშოუ, რომელშიც უკვე სხვა ქვეყნებიც მიიღებენ მონაწილეობას, თბილისში მომავალი წლის შემოდგომაზე ისევ გაიმართება.